მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს გახლავთ 15 მაისი 2025 წლის. მოგესალმებით, რომ პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემები არ გადის. ანუ ხდება მისი წინასწარ ჩაწერა და გავა ერთი კვირის შემდეგ, ანუ 21 მაისს. და აქედან გამომდინარე, ახლა თუ გავაკეთებდი ასეთ შესავალი. იმიტომ გავაკეთე ასეთ შესავალი, რომ წინა გადაცემის დროს, რომელიც 14 მაისს გავიდა ეთერში, საუბარი მქონდა ისეთ ორგანიზებულ დანაშაულებზე, რომელსაც ტრანსნაციონალური ხასიათი აქვს და აქ ყურადღება გავამახვილეთ კოლ-ცენტრების აი ამ ორგანიზებულ დანაშაულებში ჩართულობის სამართლებრივ ასპექტებს. ახლა აი ამან ცხოველი ინტერესი გამოიწვია, არაერთი სატელეფონო გამოხმაურება მოიპოვა თავისთავად ცხადია და საზოგადოებას აინტერესებს, რა თქმა უნდა, კოლ-ცენტრებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები და ხელისუფლებას რო დაინტერესდა, იქიდან ჩანს, რომ იგივე 14 მაისს, როგორც გავიგეთ საინფორმაციო საშუალებებიდან, საქართველოს პროკურატურამ სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად არაერთ ადგილას ჩაატარა ჩხრეკა, სადაც ეგულებოდა ხმას კოლ-ცენტრები და ამოღებულია საკმაოდ დიდი მტკიცებულებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართებით პროკურატურა დაწყებულ საქმიანობას გააგრძელებს და მას მიიყვანს ბოლომდე, ანუ დადგინდება არამხოლოდ რიგითი შემსრულებლები აი ამ საქმიანობაში, არამედ ვინც ორგანიზაციას უწევს, ვისი ქოლგის ქვეშაც იმყოფებიან ეს დამნაშავეები და ასე შემდეგ. ისე რომ ის რაც კარგია და კეთდება, ამას მეც და თქვენც მივესალმებით, ბატონო მიხეილ. ახლა ჩვენ არ დავიბრალებთ იმას, რომ ჩვენი გადაცემების ბრალია, ჩვენ უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მოგახსენეთ, მზადდება საერთაშორისო კონფერენცია და ამ კონფერენციის მასალებში ეგიდით მოამზადეთ ის მასალა, რომელიც მოგაწოდეთ ეთერში, ხოლო ვისაც სურვილი ექნება, დამატებით შეგატყობინებთ იმ ადგილს, სადაც ჩატარდება ეს კონფერენცია და შესაძლოა გექნებათ პირდაპირ მოусმინოთ და მობრძანდეთ იქ. აი ახლა კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მიმდინარე პროცესებს ეხება და ჩვენის აზრით ფიქრობთ, რომ საჭიროებს გარკვეულ სამართლებრივ შეფასებას, ხოლო თუ რატომ ამაზე ჩვენ ქვემოთ გვექნება საუბარი, ეს გახლავთ ის დამოკიდებულება, რომელიც არსებობს ამ ბოლო პერიოდში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. მე მხედველობაში მაქვს უწინარეს ყოვლისა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილი, რომელიც აიტვირთა მის Facebook-ზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯი დი ვენს შორის. აი ახლა თავისთავად ჩემი პოზიცია თუ ვინმე საინტერესებს, მე გეტყვით, რომ როდესაც აი ესე ღია წერილებით მიმართავენ ერთმანეთს სტრატეგიული პარტნიორები, თლად გამართლებულად არ მიმაჩნია, მაგრამ როდესაც მე 14 მაისს მოусმინე კიდევ ერთხელ საქართველოს პრემიერს, დავწმუნდი ერთ რამეში, რომ ეტყობა სხვა გზა არც არსებობდა, რადგან როგორც პრემიერმა იმედისში მიწვევისას განაცხადა, მას რამოდენიმე კვირით ადრე ანალოგიური შინაარსის წერილით მიუმართავს ტრამპის ადმინისტრაციისა და პირადად პრეზიდენტისადმი, მაგრამ მასზე რეაგირება არ ყოფილა და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ამ ინფორმაციამ ეტყობა საზოგადოების სხვადასხვა ფენებში გაჟონა აუცილებელი გახდა, საზოგადოება ჩაიყენებინა საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე იყო საუბარი და ყურადღება გამახვილებული ამ წერილში. ახლა საქმე ის არის, რომ ამ წერილს არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა. ბუნებრივია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იწონებენ ამ ნაბიჯს პრემიერისას, ხოლო მოწინააღმდეგეები, ოპოზიციის წარმომადგენლები ათასნაირ ცოდვაში დებენ ბრალს პრემიერს,
კერძოდ ზოგი ამბობს, რომ ეს არის დიპლომატიური ეთიკის დარღვევა და კიდევ უფრო შორს წავიდა ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკელებიდან, ეს არის ჯო უილსონი, რომელმაც ამგვარი ფორმით მიმართვას არც მეტი არც ნაკლები უწოდა უხამსო. ახლა თვითონ პრემიერის განმარტებაში მან ერთ რამეს გაუსვა ხაზი, რომ ჩამოყალიბა მან თავის წერილში არსებული ვითარება, თუ რა დამოკიდებულება იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, დასავლეთსა და საქართველოს შორის, თუ როგორი დიდი კონსტიტუცია გაიღო საქართველომ თქვათ იმ საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციებში, რომლებიც დაკავშირებული იყო ავღანეთთან, სხვა ხელწერტილებთან, ისიც არის მითითებული ამ წერილში, ჩვენს გავეცანით ამ წერილს ბატონო მიხეილ, სადაც აღნიშნულია, რომ 32 ადამიანი დაიღუპა მხოლოდ ავღანეთში ამ სამშვიდობო მისიის შესრულების პროცესში. ეს ძალიან დიდი ციფრია. ძალიან დიდი ციფრია, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველო. და კიდევ იქ თუ ფინანსებზე მიდგება საკითხი, ამ პრემიერის წერილში ხაზგასმულია იმაზეც, რომ 2.5 მილიარდი ამერიკული დოლარი დაუზოგა მხოლოდ ავღანეთის კომპანიაში მონაწილეობით საქართველოს ამერიკის ბიუჯეტს. ახლა ჩვენ ძალიან ხშირად გვესმოდა და გვესმის, რომ ამერიკამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დახარჯა 6 მილიარდი ამერიკული დოლარი. ახლა არ არის ის გაშიფრული თუ რაში დაიხარჯა ეს 6 მილიარდი, მაგრამ პრემიერმა თავის წერილში აღნიშნა იმის შესახებ, რომ აქ არ უნდა ჩაითვალოს საქართველოსადმი დახმარებად ის თანხები, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახარჯა რისთვის? თქვათ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად, რომელმაც Deep State-ის დავალებით დაიწყო ომი, ესე იგი რუსეთთან, რომელიც ძალიან ცუდად დამთავრდა ისევე როგორც მოსალოდნელი იყო და აქედან გამომდინარე, აქვე არ უნდა იყოსო ჩათვლიო ის თანხებიო, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ ნაციონალური შუღლის და თქვათ LGBT-ის პროპაგანდის ახალისების ეკლესიის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში დახარჯა სხვადასხვა ფონდებმა, აქ VSAID-ია და არის სოროსის ფონდი და სხვა ორგანიზაციები. ყოველ შემთხვევაში პრემიერის მე გადმოგცემთ მიშინა სამართლებრივ და სხვა კუთხის შეფასებისგან ჯერჯერობით თავ შევიკავებ, ხოლო ერთ რამეს აღნიშნავ, რომ აქ არის ეს ფაქტებით გაჯერებული, სადაც თუ ვინმეს გაუჩნდება პრეტენზია, მან უნდა დაამტკიცოს, რომ აქ ცილისამებას აქვს ადგილი. ხო სწორია? და უწინარეს ყოვლისა ეს ეხება კონგრესმენს ჯო უილსონს, რომელიც თავის თავს საქართველოს მეგობარს, უანგარო მეგობარს უწოდებს, ხოლო პრემიერის განმარტებაში აღნიშნულია, რომ ამას იგი მთლად უანგაროდ არ აკეთებს და რომ ამისთვის იგი ერთის მხრივ გარკვეულ გასამჯელოს ღებულობს და მეორეს მხრივ გამოთქვამს ერთ, რომ იგი არის შეფარვით ასრულებს Deep State-ის, ანუ ომის პარტიის დავალებებს და ამით უპირისპირდება თვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის, მისი უახლოესი გარემოცვის იმ პოზიციას, რომლებიც მათ მიზნად დაისახეს Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა. ახლა, როცა ვამბობ ცილისამებას, თუ ეს ცილისამება, თუ ეს ფაქტები არ შეესაბამება რეალობას, მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით კარგად იციან, თუ როგორი სამართლებრივი გზით შეიძლება ამ საკითხების მოგვარება, გადაწყვეტა, მათ შეუძლია ცილისამებისთვის და ღირსების შელახვისთვის, დიფამაციისთვის, ყველაფერს დაგდავანებოთ, მიმართონ სასამართლოს და თავიანთი შელახული უფლებები დაიცვან. ახლა საკითხი დგას ასეთნაირად, გახსოვთ ალბათ, რომ საქართველოს პრემიერმა ტელევიზიით გამოსვლისას გააჟღერა, რომ მისი წერილის ერთ-ერთი მიზანი არა მხოლოდ შეხსენება იყო იმის, თუ რა წვლილი შეიტანა საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველომ,
არამედ იმაზეც იყო აქცენტი გაკეთებული, რომ ის რაც იყო დავიწყოთ, თავისუფალი ფურცლიდან დავიწყოთ ახალი ურთიერთობა, ანუ გადავტვირთოთ ამერიკულ-ქართული ურთიერთობა და რაც მთავარია, ითხოვა მან სამართლიანი მიდგომა საქართველოს საკითხისადმი, იმ პოლიტიკისადმი, რომელიც ტარდება საქართველოს მიმართ. ანუ მე ერთი რამ მინდა ასევე მაყურებელს შევახსენო, რომ ამ წერილში პრემიერს არც იმაზე ხაზგასმა დავიწყნია, რომ ის პათოსი, ის დამოკიდებულება იმ ორგანიზაციებისა და ფონდებისადმი, რაზეც იყო ზემოთ საუბარი, ერთ-ერთი ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, ხო? თქვათ, ხო, გააქვმა ეს ვებსაიტი თქვა, რომ ამ ორგანიზაციას პრაქტიკულად არ მოაქვს ის სარგებელი, რისთვისაც იგი თავის დროს შეიქმნა და მეტის 7-10-ზე მეტი ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი, ანუ რევოლუციური გზით შესვლა შეუწყო ხელი. ახლა ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და თუ ვინმეს მიმართ უნდა დაისვა საკითხი, ეს უწინასწორ ყოვლისა მათ უნდა დააყენონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ და კიდევ ერთი მომენტი, როდესაც ინფორმაციას იმეორებ, თქვათ, ის რაც უკვე გაცხადებულია, წინა გადაცემის პროცესში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამ ინფორმაციის საიდუმლო შენახვას ვალდებულება უკვე აღარ არსებობს, იმიტომ რომ ითქვა ამერიკის პრეზიდენტმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ქვეყნის პირველი პირია, როცა ასეთი განცხადება გააკეთა, მის მიერ გაცხადებული ინფორმაციის განმეორება, ეს არ არის ნამდვილად გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. აი ამ სიტუაციაში დგება საკითხი იმასთან დაკავშირებით, ეს წერილი არის თუ არა უხამსობა. ანუ ჯდება თუ არა შესაბამისად სამართლებრივ ჩარჩოებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება. ეხლა რომ არ დაგზამოს ვინმე რაიმე სახის მიკერძოება, მე ანალიზს გავაკეთებ ჩვენ, მე შევესწრები ყოველ შემთხვევაში და იმედია თქვენ ოპონირებას გამიწევთ თუ არ და მეთანხმებით, როგორ ფასდება და როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს პრემიერის ეს წერილი, ღია წერილი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის კონტექსტში. ახლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი, რომ რუსული წარმოშობის კანონი არა, მე მგონი ამაზე ვთანხმდები, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო და არ შეიძლება იყოს იმ უბრალო მიზეზით, რომ იგი მიღებულია 2002-2004 წლებში მაუწყებლობის შესახებ კანონიცა, ამავე დროს და პრინციპში, ანუ წინა ხელისუფლების პერიოდში მიღებული კანონია. მე ამ კანონის მიმართ გარკვეული პრეტენზიები მაქვს. იმიტომ რომ ჯერ ერთი ტექსტობრივად ძალიან რთულია და გასაგები და კიდევ ერთი შეიცავს ჩემი აზრით დაუშვებელ ნორმას, კერძოდ მე-17 მუხლის მეორე ნაწილში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ცილისამებისთვის დაუშვებელია, რა ქვია, ცილისამებლის იზოლება რომ მოიხადოს ბოდიში. ნუ ახლა ამით მე არაერთზის მithქვამს და ახლაც ვიმეორებ, ფაქტობრივად ხდება ცილისმწამებელთა წახალისება, როგორ თუ ადამიანი ცილს წამებს პიროვნებას, რატომ უნდა იყოს აკრძალული, რომ მას დააკისროს სასამართლომ ბოდიშის მოხდა, ეს ჩემთვის გაუგებარია, მით უფრო რომ ცილისამებისთვის პასუხისმგებლობა ძალიან მკაცრია, თვისის სამართლებრივი წესით დაჟანდეს კი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. აი როცა ცილისამებაზე ვსაუბრობ, მე მინდა მოუხმო სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის პირველი მუხლის ექვე პუნქტს, სადაც განმარტებულია ცილისამება. რა არის ცილისამება? არსებითაც მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი მისი სახელის გამტეხი განცხადება. გამიგეთ, ეს არა არსებითად მხოლოდ შემცველი ფაქტი, არამედ მისი მიზანია პირს მიაყენოს ზიანი და გაუტეხოს სახელი. თუ პირს ზიანი უნდა მიაყენოს, ამის გამოძრახვა ამოძრავებს კონკრეტულ ადამიანს და ასეთ შემთხვევაში ეს თან სახელის გამტეხიცაა, და თქმა უნდა კიდევ ერთხელ მიწევს ამის გამეორება, თუ კანონში რატომ უნდა ჩაწერილი იყო, რომ აკრძალულია ბოდიშის მოხდა, კიდევ და კიდევ ჩემთვის გაუგებარი რჩება. ანუ მე ხაზგასმას ისევ აკეთებ ამ კანონიდან, რომ თუ იუსონმა ჩათვალა,
რომ იგი უანგაროდ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. უანგარო მეგობარია და მას ამისთვის არანაირი ფულადი ანაზღაურება არ მიუღია, მაშინ სახელის გატეხვას და მისთვის ზიანის მიღებას ქონია ადგილი. მით უმეტეს იგი არის ამერიკის კონგრესმენი, არა? უმაღლესი ორგანოს წარმომადგენელი, პიროვნება, რომელიც ხალხის მეგობრობაზე და მშვიდობის დაცვაზე დებს თავს და აი ასეთ პიროვნებას თუ სახელს უტევს საქართველოს პრემიერი და ნებისმიერი სხვა პირი, მას რა გადარჩენია გარდა იმისა, რომ დიფამაციის ანუ სახელის გატეხვისთვის მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მასზე რეაგირება. მას იურისტები საკმაოდ ეყოლება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოშიც, ხო? და აქედან გამომდინარე, რახან არ უჩივის იგი იურისტების ნაკლებობას, მას შეუძლია კანონით დადგენილი წესით დაიცვას თავის საზოგადოებრივ, მაგრამ მან ხაზგასმა ცელისაღებაზე არ გააკეთა. არამედ მან თქვა, რომ ამგვარი მიმართვა უხამსო. აი ახლა უხამსობაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით არის განმარტებული. მაგალითად, პირველი მუხლის ვებ-ქვეპუნქტის მიხედვით უხამსობა, ანუ განცხადება, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაო დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. ახლა შეიძლება იმ ღია წერილს არ კონდეს კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ მას პოლიტიკური ღირებულება არ გააჩნიაო, რა თქმა უნდა, ამის თქმა არ შეიძლება. და რაც ყველაზე მთავარია, ლახავს თუ არა იგი საზოგადოებაში საყოველთაო დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. აი ახლა მიმართვის ფორმა შეიძლება მძიმეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ამგვარი ღია წერილებით უხდება ორი სახელმწიფოს პირველ პირს ერთმანეთთან ურთიერთობა, ეს ანომალური მოვლენა, ეს არაა ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ პრემიერმა ეს ახსნა, ახლა რამდენად მისაღებია ეს საზოგადოების სხვა თემა, რომ მე მას მიუმართე, შევეცადე სხვადასხვა გზებით დამემყარებინა ურთიერთობა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე იმ კითხვებზე, თუ რატომ ერევა მავანი და მავანი საქართველოს საშინაო საქმეებში, აი რატომ დგება ელჩქვეშ პირობითა ვთქვათ არჩევნების შედეგები, ხო? მაშინ როდესაც საალკოჰოლო ორგანიზაციებმა სახელმწიფოებმა ფაქტობრივად ცნეს და რატომ გაურბის საქართველოსთან ურთიერთობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაშინ როდესაც იგი ჩადის იგივე სირიაში და ცდილობს იქ ურთიერთობის დალაგებას. ასევე ცდილობს ურთიერთობის დალაგებას იმ სისხლისმღვრელ ომში, რომელიც რუსეთსა და უკრაინას აქვს ერთმანეთთან გაჩაღებული და სხვა, რაც მისასალმებელია. და მისი ის განცხადება, რომ მასში ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად იგი მზადა, თქვათ, ხანძლივ ტურნე შეწყვიტოს, თქვათ, სირიასა და სხვა ქვეყნებში და ჩავიდეს თვით თურქეთშიც კი, სადაც ხდება რუსეთ-უკრაინის ომის ბედი. აი ეს კითხვები სავსებით ბუნებრივია. ახლა არ არის ისის გამორიცხული, რომ ამ წერილის არსებობის შესახებ ამერიკის პრეზიდენტს არ ცოდნოთ, ხო? მაგრამ დღეს მას ყავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, ხელმძღვანელები, უბრალოდ არის ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში და თუ აქამდე არ იყოს მოვიელი, ახლა მაინც გახდება, ხო? და თუ რაიმე უზისტობა, ამაზე შეიძლება მოხდეს სამართლებრივი რეაგირება. აი ახლა თვითონ ფორმა, ესე იგი ჩავთვალოთ, რომ მე მგონი თქვენი ცნობის მოყვარეობა ძვირფასო ტელემაყურებლობა დავაკმაყოფილე იმ ნაწილში, თუ რაიმე არის, აქ შეიძლება იყოს ცილის ამებაზე საუბარი და არ შეიძლება იმ კანონიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს დღეს მოქმედებს და თავის დროზე მოწონებული იყო მთელი დასავლეთის სამყაროს მიერ, არ შეიძლება ჩაითვალოს უხამსოდ. თქვენ რა სპექტრობთ ამაზე? აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო თემური, აქ არავითარი უხამსობა არ არის, აქ არ არის დარღვეული რაიმე ის კანონმდებლობა ან თუნდაც ეთიკური ფორმები, პირიქით პრემიერის განცხადება მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი, მის ადმინისტრაციისადმი აბსოლუტურად გამართლებულია, მით უმეტეს, როგორც აღნიშნეთ, ადრეც მიგუწერია ბატონ ირაკლის, მაგრამ იქიდან რაიმე პასუხი არ მიუღია. გარდა ამისა, აქვე გაშღერებულია ისიც სხვათა შორის
რომ ეხლა აი როდესაც საუბრობთ ბატონო იძულებული გახდა ნამდვილად ბატონო ირაკლი რომ ეს გაეკეთებია არა მარტო უილსონის განცხადებით არამედ ათერ რამდენი უკანონო მოხდა თუნდაც ევროპის ქვეყნებმა რომ ფაქტიურად საქართველოს წინააღმდეგ ამხედრდნენ და შემოდიოდნენ და აკეთებდნენ ცალკეული პარლამენტარები და აკეთებდნენ ნამდვილად აი ამ შემთხვევაში უკვე ცილის მწამებლურ განცხადებს გახლავთ ხო როთი და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე ის ამ პრემიერის ქმედებაში საერთოდ შეუძლებელია და არც უნდა თქმულიყო რომ მისი ეს მიმართვა იყო ბატონო მიხეილ მე კითხვას გისვამთ მას რომ რეაგირების გარეშე დაეტოვებინა ის იგნორირების ფაქტი ეს მისაღები იქნებოდა ქვეყნის პირველი პირის მოქმედე უმოქმედობა ამ თვალსაზრისით პირიქით აი მეორედ რომ მიწერა ბატონმა ირაკლიმ ხო ნამდვილად ეს იყო გამართლებული და იქვე არის სხვა შორის დასაბუთებული ბევრი საკითხებია დასაბუთებული და აქედან გამომდინარე მის ქმედებაში უბრალოდ უილსონის ეს რომ იტყვიან პირიქით მე შემიძლია თქვა რომ თვით უილსონის გამონათქვამები არის უხამსი ახლა სხვა შორის უილსონმა ეთქობა მართლაც სულისგან დაწერილი ტექსტი წაიგეთხა თორემ პრაქტიკულად ის რომ ჩილისამებაზე და მის უარყოფაზე კი არის საუბრა არამედ უხამსობა და არ ყვა ამას ამით მან აღიარა რომ ყველაფერი რაც მის წინააღმდეგ გითქვა სწორია გამიგეთ ეს ჩემი ერთი რიგითი მოქალაქის მოსაზრებაა და ახლა მოდით ისევ მივყვეთ ჩვენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს და როგორც პიროვნებას ქონდა თუ არა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონიდან გამომდინარე უფლება რომ გამოეხატა თავისუფლად თავისი პოზიცია ამ კანონში არის მესამე მუხლი და აი ამ მესამე მუხლის მეორე პუნქტია მესამე მუხლის დასახელება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფო ცნობს და იცავს პირველ ნაწილში ანათქვამი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებით როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით და ამას მოყვება შემდეგი ყველას ადმინისტრაციული ორგანოს გარდა აქვს გამოხატვის თავისუფლება რაც გულისხმობს აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიებას მიღება შენახვას და შემდეგ ასევე ის ფაქტობრივად ამ ხელს უკეთურ ძალებს მისი გადასახედიდან და ხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ახლა აქ არის აზრიც და ფაქტები, რომელიც შეიძლება არ მოწონდეს მავანს, ხო სწორია, მაგრამ ეს პიროვნება თუ კი იტყვის იმას, რომ მოქმედებდით თქვენს მიერ შემოთავაზებული კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ანუ მესამე მუხლზე აქ საუბარი მაშინ რა უნდა დაუპირისპიროს მოწინააღმდეგე მხარე ერთადერთი აქ შეიძლება მოწინააღმდეგემ თქვას რომ ყველას ადმინისტრაციულ ორგანოს გარდა და ვინაიდან საჯარო სამართლებრივი საქმიანობის განხორციელებელი სუბიექტია პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ეს წარმოადგენსო ადმინისტრაციულ ორგანოს მაგრამ აქაც არაფერი გამოვა აქედან რატომ ადმინისტრაციული ორგანო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის თანახმად არის სახელმწიფო ორგანოები მმართველობისა და თვითმმართველობის ერთეულები და სხვა ნებისმიერი სხვა პირიო მაგრამ ამ შემთხვევაში იგი პრემიერ-მინისტრი ანუ მინისტრთა შორის პირველი და არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ხო თუ ვინმეს ჩემი განმარტება არ მოეწონება მაშინ მე ურჩევდი მათ წაიგითხათ ჯერ კიდევ 2002 წელს გამოცემული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კომენტარები რომლის ავტორებიც არიან ზურაბ ადეიშვილი, ჰოლანდიელი მეცნიერი ვინტერი და ქიტოშვილი დიმიტრი, ხო? და წაიგითხონ
გაეცნონ ჩამოყალიბდნენ არსებულ პოზიციაში და აქედან გამომდინარე მე ჩვენი აზრი მოგაწოდეთ, ხო? ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო მიხეილ? აბსოლუტურად გახმით, ბატონო თემურ. აქ ამ შემთხვევაში საუბარიც კი რომ პრემიერი მოქმედებდა იყო ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აბსურდია ის ფაქტიურად პრემიერ-მინისტრი იყო და იმაზე უფრო მაღლა იდგა ვიდრე ადმინისტრაციული ორგანოები. ფაქტიურად ის წარმოადგენდა სახელმწიფოს. ფაქტიურად რა არის იცით? აი არის ადმინისტრაციული ორგანოები და მისი ხელმძღვანელი. დიახ. აი ახლა კიდევ ერთი რამ, ვისაც არ მოსწონს ამ ტექსტის შინაარსი. ხო? მან იგივე კანონის შესაბამისად ფაქტობრივად განახორციელა რა სიტყობს? პრემიერის მოქმედების შეზღუდვა სიტყობს, ხო? მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში საბედნიეროდ ეს ურთიერთობაც არის მოწესრიგებული და წერია. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს ურთყوار მტკიცებულებებს. რა თქმა უნდა, კი ბატონო, გამოსულიყო უილსონი, ეთქვა რომ ეს ყვილია, რომ არაფერი არ მიმიღია და არანაირი თანხების გადმორიცხვა ჩემთვის არ მომხდარა, არც ისეთი რამ გამიხმაურებია, რაც ახლოს უტევს საქართველოს თქვა, ის რასაც ლაპარაკობს ტრამპი არის იმ პარტიის წარმომადგენელი პრეზიდენტი, რომლის წევრიც არის უილსონი. და კიდევ აი ამ მუხლში, მე-7 მუხლში არის მე-6 პუნქტი, სადაც წერია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ახლა შეზღუდვის ინიციატორი ვზანდებით, ბატონებო, მოდით თქვენს მიერ მიღებულ კანონს გავყვეთ და მტკიცებულებები წარუდგენეთ პრემიერ-მინისტრს, რომ ის არასწორ ინფორმაციას იძლეოდა და აქედან გამომდინარე დაამტკიცეთ თქვენი პოზიციის მართებულობა. ახლა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ისტორიული შედარებების მოყვანა გვიყვარს, ხო სწორია? კი. საქართველოს და არა მხოლოდ ქართულ ისტორიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მართლაც უხამსია თქვათ მონარქისა და ხელისუფალის მიერ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლისათვის მიწერილი წერილი. მაგალითად გახსოვთ რომ საქართველოს მეფეს თამარ მეფეს როგორი კადნიერი წერილი გამოუგზავნეს, ხო? კი. ესე იგი მოვდივარო ჩემი ჯარითო და მე თავაზოფო რო ცოლი გახდე და უკვე თუ ამ ჩემს სიტყვა წინადებას არ მიიღებო, მაშინო ხარჭად აგიყვანო, ხო? დაახლოებით შინაარსი ამ დაგვარია და ხარგზელმა, რომელცა მოისმინა სამეფო კარზე ამ წერილი შინაარსი, ფაქტობრივად იმ დარბაზისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდგინა, იმიტომ რომ წამოდგა და ხელუკომა გაკრა ნეოს და უსულოდ დასა ფაქტობრივად მოსულიერებას გარკვეული დრო დაშირდა მისას. და კიდევ რამოდენიმე შემთხვევა არსებობს, სადაც მართლა ჩანს რომ კადნიერია და უხამსია წერილი შინაარსი და ამ წერილის ავტორები ხანდახან ქართველები არიან და საქართველოს მეფე. მაგალითად, მე მხედველობაში ვყავს საქართველოს მეფე გიორგი მე-7. ნუ ახლა გიორგი მე-7-ს მოუწია მეფობამ იმ პერიოდში, როდესაც თემურლენგის შემოსევების დრო იყო. თემურლენგმა მოგეხსენებათ 8-ჯერ ილაშქრა საქართველოში და არსებობს მოსაზრება, რომ როდესაც მე-4-ად ილაშქრა, ამის შემდეგ მისი ლაშქრობები მნიშვნელოვნად განპირობებული იყო კიდევაც იმ დამოკიდებულებით, რასაც იშენდა გიორგი მე-7 თემურლენგისად. კერძოდ 1399 წელს, როდესაც მან მე-4-ად მოილაშქრა საქართველო და წავიდა საქართველოდან თემურლენგი და ინდოეთის დალაშქრა გადაწყვეტა, აი ამ პერიოდში დროიხელთა გიორგი მე-7-მ ილაშქრა ნახჭევანში და აი ამ ნახჭევანში ბატონიშვილი იყო ქურთი თაჰერ ჯალაირიანი. იგი ტყუობიდან ციხეში ყავდა თემურლენგს და გაანთავისუფლა. ნუ ახლა ეს ვარ მოეწონებოდა თემურლენგს ეს სავსებით
ბუნებრივია, მიატოვა იქ სალაშქრო მზადება ინდოეთში, დაბრუნდა საქართველოში, მეხუთედ მოილაშქრა, მერე ელოდებოდა რომ საზავო პირობებს შესთავაზებდა და ერთი მისი მოთხოვნა იყო რომ ეს ბატონიშვილი გადაეცა მისთვის. მეფე ამაზე არ წავიდა და 1400 წელს უკვე მე-6-ად დაესხა საქართველოს. აი ახლა აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი და წერილი რომელიც ისტორიამ შემოგვინახა. და ამ ისტორია ჩანს აქ მართლაც უხამსი და კადნერი დამოკიდებულება თემურლენგისადმი. რას წერს იგი გიორგი მეშიდეს? გამომწვევი ტონით, მაშ მოდი, ხოლო უკვე თუ არ მოხვიდე, იყავ დიაცი და არაკაცი. ხო? ახლა აქ რომ აშკარა ჩანს უხამსობა, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ გვაქვს არაერთი სხვა წერილიც, ხო? სადაც საქართველოს მეფეები თავს ვალდებულად თვლიან ზოგიერთ მონარქს შეახსენონ თავიანთი ვალდებულებები, გამიგეთ საკმაოდ მკაცრად, მაგრამ ისინი რჩებიან ზომიერების ფარგლებში. მე ვიმყავს უწინარეს ყოვლისა გიორგი ბწყინვალე. გიორგი ბწყინვალე საფრანგეთის მეფე ფილიპე მე-6 ვალუას წერდა საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღზრავენ აღმოსავლეთის მეფეებს საკინოს და წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ საქმე ის არის, რომ შემდეგ ისინი აღარ მოდიან, სტოვებენ რა მათ ამ ტანჯველ ომში მარტოდ. ანუ მე თუ მკითხავ, აი გიორგი ბწყინვალის წერილის ანალოგია ფაქტიურად საყიდურ შეპარული ტექსტია ეს. ხო, მე შენი პარტნიორი თუ ვარ. მე ასეთ ურთიერთობა თუ მაქვს. ხალხმა თუ ამირჩია და თუ არაურჩევი ვარ, მაშინ იმ ძალებმა ვისაც გავლენა აქვს იქ, ხო? იმათმა დაამტკიცონ ამის კისებულებები წარმოადგინონ, ხო? ნუ არ ვიცი, მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, თქვენ ცხოვრობთ ბატონო მიხეილ, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ და ახლა იმის მტკიცება რომ თუნდაც ჩემმა ცოლმა შეიძლება ერთი თქვა ჩემთან ხმა მივეციო და მეორეს მითხრა ხმა არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ახლა ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია რომ ასე ვერ გადაწერა ყოველთვის სანამ არსებობს ფარული არჩევნები და ფარული არჩევნები ეს დემოკრატიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია სანამ არსებობს ყოველთვის იქნება განსხვავებული პოზიცია ხო? ხო ახლა მაშინ თუ გვინდა კონსტიტუცია შევიტანოთ ცვლილება და ჩავატაროთ ექსპერიმენტალურ არჩევნები თუნდაც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. დროებით გადავდოთ ფარულობა არჩევნებში და ჩავატაროთ ღიად, ჩანდეს აშკარად ვინ ვისაძლებს ხმას და დასასრული დავითვალოთ. სხვა გამოსავალს მე აქ არ ვხედავ და ან კიდევ არ უნდა შეცვლილიყო, თქვა სისტემა არჩევნების სახელმწიფო მოწყობის. რატომ სახელმწიფოს მოწყობის? იმიტომ რომ როცა პრეზიდენტს ირჩევენ მაშინ იქ შეიძლება თქვათ გაჩნდეს ჩანაწერი რომ არ შეიძლება თქვათ პრეზიდენტად იყოს პიროვნება 2-ზე მეტი ვადით. აქ როდესაც პროპორციული არჩევნებია, გამარჯვებული პარტია აკომპლექტებს ხელისუფლებას და პრემიერს, ხო? ასეთ პირობებში ლაპარაკი იმის რომ ქალს აუგზავნო, აირჩი ერთხელ, მეორედ არ აირჩიო და გინდა თუ არა ის მოიყვანე და დასვი ვინც ჩვენ გვესიამოვნება ეს ცოტა უხერხულია. მე რატომ მოვიყვანე ახლა ეს მაგალითები? ეს მაგალითები იმიტომაც მოვიყვანე რომ ჩვენ ან მე ქვეტექსი დავინახე ასეთი. კი ბატონო, რასაც ჩვენ ლაპარაკობ მართალია, მაგრამ იცოდე ვის წინაშე ამბობ? ის დიდი სახელმწიფოს ხელმძღვანელია და ანუ მოქმედებს პრინციპი ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. ხო? თუ ეს ასია, მაშინ ესე ვთქვა და ნუ დავარქვევთ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას სახელმწიფოთა დონეზე სტრატეგიულ პარტნიორობას. აი ეს მინდოდა სამართლებრივი კუთხით თუ რამეს დაამატებდით ბატონო? ბატონო, აბსოლუტურად გეთახოვით, სავსებით გეთახოვით ისეთ ფასულად თქვენ გააშტერეთ იგივე რასაც მე ვფიქრობ. ეს მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში
ჩვენი პრემიერ-მინისტრი იძულებული იყო, რომ აი ეს განეხორციელებია. ხოლო რაც შეეხება ალბათ ეს ყველაფერი ბრალი იყო იმისი უილსონი რო გამოვიდა ალბათ ოპოზიციის და მართლაც მე დარწმუნებული ვარ და არ მგონია დარწმუნებული ვარ რომ უილსონი ისე უანგაროდ არაფერს არ იტყოდა და არაფერს არ გააკეთა. კაცი ამბობს რომ იღებო და თუ არის მაშინ იდაოს სამართლებრივად მეთქი ამას ვამ. რა არა გვაქვს იქ მაგალითები, რამდენიც კიდე იმდენი მაგალითები გვაქვს. ესე იგი აქ რა ხდება იცით როგორ გაუბედა პატარა ქვეყნის აი ამ დიდ ქვეყნის წარმომადგენლებს. არა და მოგახსენებათ რომ საერთაშორისო სამართალში არ არსებობს დიდი და პატარა ქვეყანა, არსებობს ყველა ერთნაირია და ყველა ერთი უფლებებით სარგებლობს, ხო? ის რატო დარჩა რეაგირების გარეშე, როცა აზერბაიჯანმა გაუბედა ამერიკას, რომ მის მიერ წარდგენილი ელჩი არ მიეღო. ხო იყო ასეთ შემთხვევა? ხო და ახლა რა აზერბაიჯანს თუ ებადიება დიდი ნავთობი რო გააჩნია და რესურსები ამის გამო, მე თუ მკითხავ, სახელმწიფო დიდი და პატარა ტერიტორიის მიხედვით სამართლებრივ საკითხებში არ უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთსაგან. ეს ჩვენი პოზიცია აი ახლა სხვა საკითხი მინდა შეკითხვა დავსვა ასევე ბატონო მიხელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით რამოდენიმე თვეა მიმდინარეობს მოსმენები საკმაოდ ბევრ ადამიანს მოусმინეთ ნაწილი მათი ტრაგიკული ურთიერთობისა სახელმწიფოსთან იმდროინდელ სახელმწიფოსთან ჩვენთვის ცნობილი იყო არ ახალი იყო ყოველ შემთხვევაში მაგრამ მაინც მძიმე მოსასმენია, ხო? კი, რა თქმა უნდა. ხო და აი ასეთ პირობებში კითხვა მებადება და საზოგადოებას ებადება, რომელიც ჩვენ გვეკითხება. კი, მაგრამ აი ამ ფუნქციას რომ დროებითი საგამოძიებო კომისია ატარებს, სად იყო აქამდე სხვა სამართალდამცავი ორგანოები? ანუ კითხვა სარცი მდგომარეობს ამ კომისიამ ხომ არ აიღო თავის თავზე სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთი ფუნქცია. ძალიან რბილად რომ დავსვათ ეს კითხვა. ძალიან საინტერესო შეკითხვაა და მართებული შეკითხვაა ბატონო თემური, იმიტომ რომ ფაქტურად ეს მოგახსენებათ რომ გამოსლები დასალევებულების არის საჩარო, ყველა ისმეს და აი გუშინ უყურებდი მე ეს და რომ თქვენ ამას რზენი იყო, როდესაც ქათაკიშვილის საქმესთან დაკავშირებით ვისმედი ალბათ იყო კი მისი მეუღლე და ისეთი ფაქტები გააშღერა რომ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო წარმოიდგინეთ ახლა მე არ ვიცი ახლა მე არ ვაბრალებ გივით არ გამაწვილი იმიტომ რომ ფაქტიურად მე რო დავაბრალო რომ მან ჩაიდინა მეთქი ქმედება დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია მაგრამ ამ ქალბატონის განმარტებით გივით არ გამაწვენ შესთავაზაო მის მეუღლესო სხვა შორის გივით ის არის რა ქვია ამირან ქადაგიშვილს რომელიც ეროვნულ ბანკში საქმიანობდა რომ დაეჭირა მხარი ვარდების რევოლუციისათვის და მოხდა ისე რომ ამ პიროვნებამ არ განახორციელა არ შეასრულა ეს პირობები წინა ხელისუფლებამ დააპატიმრა არა მარტო თვითონ ეს ამირან ქადაგიშვილი არამედ მისი შვილიც ბატონო თემურ და აი საშინელი დანაშაული ჩაიდინეს. ანუ ხელისუფლება შემოვიდნენ მე გაუხსენეს ეს ხო წელა. უყურეთ რა ხდება ახლა მე რას ვფიქრობ იცით ნუ თუ აი ეს ინფორმაცია არ იყო სამართალდამცავი ორგანოებისათვის ცნობილი მე მგონი უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ გარდა ამისა მოგეხსენებათ რომ ჩვენ ვისაუბრეთ რომ რაღაც 12000-ზე მეტი განცხადება შემოდებული თაროზე 52 წარმოიდგინეთ იყო მაშინ და ახლა რამდენი იქნება არ ვიცი შეიძლება ან მეტი ან ნაკლები მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ რომ იმ 52000-დან აი ესეთი ფაქტებიც არის მოიპოვება ასეთი ფაქტებიც აქედან გამომდინარე ამ შემთხვევაში როდესაც გაჟღერდება ასეთი დანაშაული ხო ასეთი ქმედება მე გეტყვით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160 თანახმად გამოძიებელი პროკურორი ვალდებულია რომ დაიწყონ გამოძიება უკვე არსებობს იცით
გამოძიების დაწყების საბაბიც და საფუძველიც. საბაბი აგერ ინფორმაცია, საფუძველი და ქმედების შემადგენლობა. მაგრამ მე სხვა რამე ბატონო მიხეილ კითხვას აი წლების წინ რომ დაზარებულად ცნეს ანალოგიურ საქმეებზე ადამიანები და რომ წლების მანძილზე დაზარალებული სტატუსი ვერ გასცა ეს ხალხი და საქმე ვარ დამთავრდა ამაზე პასუხი როგორი იქნება მითხარ საშინელებაა ბატონო თემური მე გეტყვით აი პატარა მაგალითს გეტყვით ახლა არ მინდა ვახსენო მაგრამ მიძულებული ვარ რომ თქვა თაღლითობის ფაქტზე შეიტანეს განცხადება პროკურატურაში და გამოკვეთილია თაღლითობა. მეტი არა ჩემპერი, უბრალოდ გავიდა 2 წელი და არავითარი დროებითი კომისიის იმას დასკვანს ელოდებიან და ამ დროს რა ხდება, იცით? დროებითი კომისია ამ შემთხვევაში, როდესაც ის იკვლევს, მან თუ და რატო იკვლევს? იმიტომ რომ მან ამ ქმედებს მისცეს პოლიტიკური შეფასებები, ხო? იმიტომ არის შექმნილი პოლიტიკური შეფასებები, ხოლო რაც შეეხება თუ კი არის დანაშაული აი მაგალითად გუშინ გაშერდა ქადაგიშვილის ამერან ქადაგიშვილის სთან დაკავშირებით. უკვე ვალდებულები არიან ბატონო თემურ რომ დაიწყონ გამოძიება. და ახლა მე თქვენ გეკითხები თუ გენდერული ნიშნით ჩადენი დანაშაული დამომძიმებელი იყო, მაშინ პოლიტიკური ნიშნით გახადონ დამომძიმებელი და მაშინ ექნება აი ამას გამართლება გამიგეთ რისკმა მინდა. ხო და სხვა შემთხვევაში ჩემო ძვირფასო კოლეგებო ყოფილი და მომხოლი კოლეგა არ არსებობს ჩვენ ვჩებით პროკურატურის გულშემატკივრად მიუხედავად იმისა რომ თავის დროზე ძალიან გულნატყენი წამოვიდა თითოეული ჩვენთაგანი რომ აი ამ საქმეებს მიხედეთ კარგია რომ საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში თქვენი წვლილი შეგაქვთ ამას რა თქმა უნდა დაგიფასებთ საზოგადოება და გიფასებთ კიდევაც მაგრამ ну დაივიწყებთ თქვენ ძირითად მოვალეობას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლში გაწერილს რის შესახებაც თქვენ აქ ბრძანეთ არა და მოგეხსენებათ ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოიშველია ბატონო თემურ ბატონ შოთა ფაფიაშვილის სიტყვებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არისო მცირე კონსტიტუცია ну სამოქალაქო კოდექსს უწოდებენ მეორე კონსტიტუციას და ბატონ შოთას თქვენ რომ მცირე კონსტიტუცია ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს კონსტიტუცია მაგრამ თავის დროზე როგორ დამოკიდებულება იყო საპროცესო კანონმდებლობისადმი გახსოვთ 2009 წელს მიიღეს დღეს მოქმედი საპროცესო კოდექსი ამოქმედა იგი 2010 წლის ოქტომბრიდან და მიღებიდან ამოქმედებამდე 800-ზე მეტი სვლევა შევიდა მაშინ. წარმოიდგინეთ ბატონო თემურ, აი რო დადო ერთხარეს 2010 წელს გამოქვეყნებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ცვლილებით შესული დღეს ის იგივე საპროცესო კოდექსი როგორც სადადმისა ისე განსხვავდებიან ერთმანეთს. ანუ არ ჩუბლი გავს, არ ცხვირი გავს და რატო იცით ბატონო თემურ, იმიტომ რომ ფაქტიურად აი როდესაც მიიღეს ის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ფაქტიურად იმ დროსაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. აი ავიღოთ ახლა პატარა მაგალითი, რომ ყველა მოქალაქეს უფლება აქვს თავის უფლებისა და თავისუფლების ასაოთ მიმართოს სასამართლოს. აქ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში კი საერთოდ იმ პერიოდში პირველად რომ მიიღეს და ამ შემთხვევაში საერთოდ უფლებამოსილი არ იყო დასახელებული რომ შეეტანა სასამართლოში. ხო ეჯერადად ხონდა გაესაშურებოდა ცენტრალურ პროკურორთან და თუ ის უარს ეტყოდა მოკლებული იყო შეძლებას მიმართა სასამართლოში. მე შეიტანეს ეს 2014 წლის შემდეგ შეიტანა. ნუ ისეც ახლა ამდენი წლის ნაზალადების ხო ანუ კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ თავის დროზე როდესაც ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში იქ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო გახსოვთ ხარვეზების დამდგენი კანონმდებლობაში ხარ კომისიის შექმნა. აი ეს კომისიაც უნდა შეიქმნას. ახლა ჩვენ გვესმის რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობის ქვეშ გიწევთ ცხოვრება. ნუ ახლა ისე ნუ შევხედავთ რომ ეს ძალიან ადვილად მისაღწევია და აგერ ამ წერილთან დაკავშირებით ამბავი ატყდა, ხო? იქ სადაც საზოგადოების ხარდაჭერა გჭირდებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეუბნები მე. იქ თქვენ ამ ხარდაჭერას მიიღებთ. მაგრამ იქ სადაც კრიტიკას ემსახურება, გამოთქვამენ და იმსახურებთ, უნდა მიიღოთ ეს ჯანსაღი კრიტიკა და უნდა გამოასწოროთ
სხვაგვარად არაფერი არ გამოვა. ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს სამართლიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში, არა სამართლიანობის აღდგენას, არამედ სამართლიანობის დამკვიდრებას. ეს განსხვავებული ცნებები ერთმანეთსგან. ახლა ვიღაც შემოგვედაება, რაც არ იყო რა აღდგება. თუ არ იყო და თუ არ არსებობდა იმ დღიდან, როცა მოხვალ ხელისუფლებაში, მიზნად უნდა დაისახო, რომ ხელისუფლება დამკვიდრდეს, ხელისუფლებაში და მის გამწყურწელობ საქმიანობას სამართლიანობა. აი თურქეთის სახელმწიფო როცა ეფრებოდა, მისი შემქმნელს ამბობდა, სამართლიანობა უნდა დაედოს სახელმწიფო შექმნას. ის ხდებოდა. ხო, ის ადამიანები, რომელსაც შეიძლება უმაღლესად შეავსწავლია, რომ სამართლიანობაზე დაფუძნებული ხელისუფლება არის ხელისუფლებაში ყოფნის ყველაზე მტკიცე გარანტი. ხო, ამით დღეს დავამთავროთ, ხო? ისეთ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, მე მგონი ისტორიული მოვლენებით დახუნძვრული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ უნდა იცოდეს და რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ქმნიდა და ქმნის პროკურატურის ისტორიას, მათ ერთად განვიხილავთ მომავალი შეხვედრების დროს. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.